ტყვიები, what the fuck? იმიტომ რომ აქ სავარაუდოდ ხვებიც მოხვებიან ალბათ. ერთი დავიჭირეთ. ოპა, ვიღაცა უგაჭრით. აქ დრები ვართ ჩვენ. მოგესალმებით მეგობრებო, ჩემო კარგო ადამიანებო, თქვენ წინაშეა თქვენი ერთგული ეს როგორც ხედავთ, ჩვენ ვითამაშებთ Battle Royale-ს, Battlefield-ის, Red Sex ეგრეთ წოდებულს, მაგრამ არა მხოლოდ ვითამაშებთ მეგობრებო, თან ვითამაშებთ, მაგრამ სანამ ვითამაშებთ, მე მოკლე გაიც გავაკეთებ. აი, რაც 2-3 დღეში, მესამე დღე მე მგონი არც არის თუ არ ვწდები, ახალი გამოსულია ეს თამაში და უფასოა სრულიად მეგობრებო. ძალიან მომწონს მე პირადად. ხო, არ დაგავიწყდეთ ჩემი გამოწერა, ვიდეოს დალაიქება თუ მოგეწონებათ და ნებისმიერი კომენტარის დაწერა რაც გაინტერესებთ. ნებისმიერი კითხვის დასმა და ასე შემდეგ. კარგი, შევუდგეთ ახლა საქმეს სწრაფად და ეფექტურად მეგობრებო. ნუ Battle Pass-ში და Store-ში არ გადავალ, იმიტომ რომ მან სკინებია ძირითადად. Challenge-ებშიც აი ძალიან მოკლედ გეტყვით, რომ აქ Challenge-ებში არის აი XP-ები, როგორც ხედავთ, chance. აქ მეგობრებო, უკვე უშუალოდ მიდის აი weapon უფრო level-ის აწევასთან ერთად რა გეხსნებათ და ძირითადები სიმართლე რომ გითხრათ, თუ არ ჩავთვლით იარაღების გახსნას არის აი სკინები. უშუალოდ ოპერატორის თვითონ კლასის სკინები რა, ასე. ძირითადი ესენია, მაგრამ არის რა თქმა უნდა სხვა update-ებიც, რაც გაძლევთ modify-ის საშუალებებს იარაღის კონკრეტულად, რასაც level-ი იძლევა და თამაში. სანამ თამაში შევალთ, გადავიდეთ მთავარ მონაცემში ჩვენს მენიუში, loadout-ში მეგობრებო. უცებ ახსნი რომ შეგიძლიათ აი swap faction-ი შეცვალოთ, ანუ ფრაქცია F-ით, ან NATO-ს ჯარით შეხვიდეთ, ასე ვთქვათ, ან Pax Armadas ჯარით. განსხვავება მხოლოდ ვიზუალია, ისინი უფრო ღია ფერებში არიან და ესენი უფრო მუქ ფერებში. რაც თავარია, რაც მომწონს. ერთ-ერთი რამ ამ თამაში, ეს არის კლასები ზოგადად, კლასების მოცემულობა. რაც Battle Royale-ში სხვაგანაც ხდება კი, სხვა Battle Royale-ებში რა თქმა უნდა, მაგრამ აი Warzone-ში მაგალითად არ იყო. მაგას თავისი პლუსები ქონდა ამის გამო, მაგრამ მეწმუნეთ კლას ჩემთვის პირადად დიდი პლუსი აქვს. ყველა კლას მეგობრებო აქ გააჩნია თავისი უნართვისებები, ასე ვთქვათ, თავისი უნარები უბრალოდ და თავისი პლუსები და ბაფები. მოკლედ ვიტყვი იმას, რომ ასაულტი ინჟინერი, სუპორტი და რეკონს შორის ერთ-ერთი ბროკენი არის ინჟინერი, რადგან ინჟინერს აქვს საკმაოდ ძლიერი, ასე ვთქვათ, გაჯეტი, ამას აუცილებლად გაჩვენებთ აგიხსნით და რეკონი. რეკონი თავისი დრონის გამო ძირითადად და ინფორმაციის გამო ძალიან ძლიერია. რაც შეეხება უკვე უშუალოდ თვითონ კლასებს, მოდი დავიწყოთ ასაულტით. მოკლედ ავხსნი ვეცდები. ასაულტ რო აირჩევთ, ასე ვთქვათ, კლას, აქ C, აი ხედავთ view detail, შეგიძლიათ გაშალოთ მთლიანად. მარჯვნივ, რასაც ხედავთ მეგობრებო, აი აქეთ ამ მხარეს ტრეინინგი რო აწერია. ეს არის უკვე უშუალოდ თამაში, ნელ-ნელა გეძლევათ. ესენი ძირითადად არის პასივები მეგობრებო და უშუალოდ თამაში XP-ს გამომუშავების დროს მოდის. აი მარცხენა მხარეს, რასაც ხედავთ, უკვე ეს არის მეგობრებო თავარი, ასე ვთქვათ. ოღონდ მინდა თქვა, რომ ასაულტს არასწორად უწერია ადრენალინ ინჯექტორი აქ. ადრენალინ ინჯექტორი Battle Royale-ში ეს არ მუშაობს. ამ Battle Royale-ში აქვს კიბე ჩვეულებრივი, აი ალბათ გეკნებათ ნანახი, რომელიც შეგიძლია მიადგა და უბრალოდ ახვიდე ესე ზევით კრიშაზე, ეგრეთ წოდებულზე. ხო, რაც შეეხება უშუალოდ ამის buffs, 4-ვე კლასს აქვს თავისი buff-ი, იარაღზე ასაულტის არის assault rifle. ანუ air proficiency აქვს, ასე ვთქვათ, მარტივად აი faster roll times. ანუ ყველა კლასს აქვს თავისი იარაღის პლუსები, ეს თამაშობს, ასე ვთქვათ, assault rifle. ეს არ ნიშნავს იმას, მეგობრებო, რომ არ შეგიძლიათ სხვა იარაღით თამაშოთ assault-ით. ჩვეულებრივად ნებისმიერი ტიპის იარაღი შეგიძლიათ აიღოთ. დიდ სხვაობას არ აძლევს, მაგრამ პატარა buff-ები ყველას აქვს. რაც შეეხება შემდეგზე ინჟინერზე, წეგან ვისაუბრე ინჟინერზე და თქვი კი, რომ არის ერთ-ერთი ბროკენი. ეს repair tool-ი მეგობრებო, რომ გადავიდეთ detail-ში უფრო, repair tool-ი არის ძალიან მაგარი რაღაც. repair tool-ი თქვენ ხსნით safe-ებს, რაც loot-ია რეალურად. ჩვენი მთავარი მისია Battle Royale-ში ხომ ზუსტად ეს არის, რომ loot გავილუთოთ ჯერ მისიების შევასრულოთ შეძლების დაგვარად და დამიჯერეთ აქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის მისიების შესრულება, რადგან მისიების შესრულებასთან ერთად სწრაფად მოდის XP, რითიც ვიღებთ ჩვენს პასიურ თვისებებს და პლუს მაგას გხსნით საკმაოდ ძლიერ vehicles, რაც არის ტანკი. დიახ, ტანკი ამ თამაში არის მეგობრებო ძალიან ძლიერი. გააჩნია ვინ შეგხვდებათ, იმიტომ რომ ტანკის განადგურებაც არ არის ურთულესი, მაგრამ ზუსტად აქ არის ინჟინერი ძლიერი, რადგან ინჟინერს თავის პასივებში ასე ვთქვათ, ტანკის განადგურებაც მარტივად შეუძლია. repair tool-ით პლუს ამას შეუძლია ტანკის აღდგენა. მხოლოდ და მხოლოდ safe-ის გახსნა არა. შეგიძლიათ თქვენი ვეჰიკლები, არა მხოლოდ ტანკი, თქვენი ასე ვთქვათ, ვერტფრენი, თქვენი მანქანა თუ დაზიანებულია შეაკეთოთ. ეს ძალიან დიდი პლუსია. ამიტომ ინჟინერი პირველ ადგილზე არის. რაც შეეხება ინჟინერის იარაღი SMG proficiency გახლავთ, ანუ SMG-ზე აქვს ასე ვთქვათ ბაფები. რაც შეეხება სუპორტს მეგობრებო, სუპორტი გახლავთ, აი პასივებში აქვს revive recovery, ანუ სწრაფად რო დაარევაიოს. LMG proficiency აქვს, პულიმიოტების proficiency აქვს, დიახ და supply bag. აი supply bag არის ძალიან კარგი რამ.
თქვენი ასე ვთქვათ გაჯეტია ერთ-ერთი, ნუ კლასის გაჯეტი ოღონდ, გაჯეტ 1 და გაჯეტ 2 ეს ცალკეა, ეგ დაიმახსოვრეთ, მაგას გაჩვენებთ თამაში. ეს არის კლასის გაჯეტი. ამას რომ დააგდებთ, ტყვიების სახით და ასე შემდეგ, ნუ ძირითადად ტყვიებზე არის აქცენტი გაკეთებული, ნელ-ნელა ტყვიებს ივსებს. უნდა იდგეთ ოღონდ ცოტა ხანი ჩანთაზე და ტყვიები მოდის და მოდის ასე ვთქვათ. საკმაოდ კარგი რამეა, როცა out of ammo ვართ, დამიჯერეთ საკმაოდ დამხმარე კლასია ასე ვთქვათ სუპორტიც. აი რა შეეხება უკვე რეკონს მეგობრებო, რეკონების ძალიან დიდი პლუსი არის ინფორმაცია. ნუ პირველი გაჯეტ 1 როგორც ხედავთ, თვითონ კლასის გაჯეტი გახლავთ motion sensor-ი, რომელსაც რომ დადებთ, ხედავს movements, ვინმე თუ გაიგებს ასე ვთქვათ და ინფორმაციას გაძლევთ, ეს ძალიან კარგია და ამაზე კიდე ბევრად უკეთესი გახლავთ ამის დრონი, რომელიც გაქვთ მეორე გაჯეტად, კლას გაჯეტად. სხვათა შორის მეორე კლას გაჯეტები აქ არ ჩანს რატომღაც loadout-ებში. თამაშში შესვლამდე ჩანს მეორე გაჯეტი და აქვს რეალურად კლასებს და მაგას გაჩვენებთ შესვლამდე ზუსტად იმ მომენტში, სადაც customization-ი შეგიძლიათ. მეორე აქვს დრონი და ზუსტად ამ დრონის გამოა რეკონი ძალიან ძლიერი დრონს აფრენთ და იქ პერიმეტრს ძალიან კარგად ზვერავთ. ანუ ეს არის ძალიან დიდი პლუსი. ნუ sniper rifle proficiency აქვს, როგორც ხედავთ, სნაიპერები თამაშობენ ხოლმე რეკონით ძირითადად, მაგრამ არა მარტო რა თქმა უნდა, ეგ უკვე თქვენ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება მეგობრებო, უშუალოდ კლასების გარდა loadout-ში რო შევდივართ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ნუ appearance და vehicles-ზე არ გადავალ, იმიტომ რომ აქ უბრალოდ შეგიძლიათ ნახოთ appearance-ის სკინები არის და vehicles ეს არის უბრალოდ სამართავი მანქანები, რაც არის ამ თამაში და თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ ეს და ნახოთ. XP level-ები გაუზარდოთ, რაც აძლევს თავის უკვე modify-ებს. ეგ უკვე ცალკე საკითხია და მაგაზე ეხლა არ გადავალ. რაც შეეხება იარაღებს და loadout-ს, ერთ-ერთი უმთავრესი რაც არის მეგობრებო, loadout-ში. ნუ დავიწყოთ იქიდან, რომ პირველი არის თავარი primary weapon-ი, ასე ვთქვათ, მეორე გახლავთ როგორც ყოველთვის პისტოლეტი, gadget 1, gadget 2, ყველას თავისი gadget-ი აქვს loadout-ში ოღონდ. თორე თამაში დროპებია და რაც არ უნდა დაგიდროპოთ, აღება რეალურად შეგიძლიათ, მაგრამ როგორც გახსოვთ, ყველა კლას თავისი პასიური მონაცემები აქვს და აი მაგალითად ინჟინერს შეუძლია კარგად გამოიყენოს ლაუნჩერები, ასე რომ ინჟინერი გაჯეტი ერთი მაინც ლაუნჩერი უნდა გქონდეთ, ეს ძალიან დიდი პლუსია. ნუ throwable-ი არის გრენეიდები ალბათ მიხვდით მეგობრებო. რაც შეეხება იარაღებს უშუალოდ, იარაღებში აბსოლუტურად ყველა იარაღი არის, ნუ AR, კარაბინი, SMG, LMG, DMR, სნაიპერი და shotgun-ი, როგორც ხედავთ. და ამეებს რაც შაკეტილია და რასაც ხედავთ, რომ ვერ ვიღებ მეგობრებო, ეს არის level-ის ბრალი რეალურად, რაც level-ს წევთ თქვენსას, ანუ თქვენს rank-ს, ასე ვთქვათ, rank-ი ქვია, აქ თუ არ ვწდები, თქვენი profiles levels, მას მე ეძლებათ უკვე ახალ-ახალი იარაღები, უნდა შეგიძლია modify გაუკეთოთ თქვენს გემოზე. აბსოლუტურად ყველაფერი წერია მონაცემებში, hipfire, precision-ი, ანუ სიზუსტე, კონტროლი და ასე შემდეგ, mobility, damage, რა იარაღს რამდენი აქვს, რამდენს გვაკლებს, რამდენს გვიმატებს, ამას დაინახავთ და ამის ახსნა არ არის საჭირო. თქვენს გემოზე დააყენებთ. უბრალოდ ერთ-ერთი მთავარი რამ რაც არის თქვენი იარაღი, რაც გინდათ რომ loadout-ში ამოვიდეს, უნდა დააყენოთ favorite-ზე, რადგან აქ ამ თამაში Warzone-ისგან განსხვავებით, თლიან loadout-ს ვერ ყიდულობთ, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, ვარდება weapon drop-ები არის, in-game გაჩვენებთ რაც არის, რო ვარდება იქ რანდომად ამოდის იარაღები. აქ თუ favorite არ გექნებათ მონიშნული, აი თქვენი favorite განი, აი როგორც მე მაქვს ეს მაგალითად მონიშნული, არ ამოვა ეს იარაღი მეგობრებო იქ. მე მგონი მთავარი ყველაფერი გავიარეთ უკვე მეგობრებო, იარაღების არჩევა და ასე შემდეგ modify-ის გაკეთება შეგიძლიათ იდეალურად და რა თქმა უნდა გატესტვათ იარაღების, აი მოდი მაგასაც გაჩვენებთ ბარემ, აი მაგალითად გვინდა M4A1-ის გატესტვა, ჩაოლებრივად იარაღში შედივართ და firing range ზის დავაწვევით, ან უბრალოდ დავაკლიკავთ და შედიხართ firing range-ში. სადაც შეგიძლიათ აბსოლუტურად ნებისმიერ რადიუსზე გატესტოთ, თან recoil-ი და ამოღამოთ როგორი აქვს. რა თქმა უნდა, აქვე შეგიძლიათ თქვენი aim sensitivity დააყენოთ, რომელიც ყენდება აი აქედან შედიხართ escape-ში, setting-ში და ქვემოთ mouse and keyboard-ში პირველივე იმფეთრი mouse aim sensitivity. მე რაც შევცვალე უბრალოდ ეს იყო, რომ control setting-ში შევედი და ქვევით აი slide-თან მომენტის საქციაში, slide-თან არაფერი არ ეყენა slide-ზე, რატომღაც და სი დავაყენე მეგობრებო. იმიტომ რომ slide-ი როგორც იცით, ეს არის slide-ი და ეს აუცილებელია სავარაუდოდ, გეცოდინებათ ალბათ. მხოლოდ და მხოლოდ crouch-ი ეყენა, ანუ ჩაკუზვა ეგრეთ წოდებული და მე დავაყენე slide-ზე C. ნუ ეგ უკვე თქვენი გადაცეტყვეტია, რომელ keybind-ზე დააყენებთ slides. ყველაფერი ისე თუ ასე გავიარეთ, მეგობრებო, უკვე თამაშამდე. ეხლა კი შევიდეთ თამაში და იქ მაქსიმალურად შევეცდები, რომ აგიხსნათ, როგორ კეთდება ყველაფერი მაქსიმალურად ნელა ვითამაშებ. ჩვენ შევვალთ duo-ში ეხლა, აქ უფრო კარგად განახეთ და გავტესტავთ. დავალოდოთ matchmaking-ს მეგობრებო, საკმაოდ მალე მოძებნის, იმიტომ რომ ამიჯერეთ ძალიან ბევრი აი უკვე მოძებნა. სალამ დავასრულებთ წინანდებას უკვე მოძებნა. What the fuck is this guys? Let's fucking go. აბარა. შევდივართ მეგობრებო Fort Lyndon-ში, სადაც დიდი არეულობაა ძალიან. თავიდან რო შედიხართ, აი ზუსტად აქ შეგიძლიათ მეგობრებო რომ დაინახოთ. აი სანამ აირჩევთ კლასს, რეალურად რა მოგყვებათ Battle Royale-ში. აი Assault Leader-ი წეგან თქვი რომ Assault-ზე ის რაღაც პირველი გაჯეტი იქ რო წერია, boost injector-ი არ გეძლევათ. ხო და დიახ, ეგრე არის. ჩვენ ვითამაშებთ ინჟინერით ეხლა მეგობრებო. აი აქ რაც წერია პირველი ორი გაჯეტი, სულ გაქვთ მეგობრებო. ამას გალუთვა არ ჭირდება, პირდაპირ თამაში გეძლევათ და ყოველთვის გაქვთ. ვემზადებით გადახტომისთვის.
let's fucking go. მაქსიმალურად შევეცდები რომ თან აგიხსნათ თამაშის დროს ყველაფერი რომ ვიზუალიზაციას მიხვდეთ. მე ვარ ჯამპ ლიდერი, აი თავიდან ჯამპ ლიდერი 1-ია ყოველთვის. შეგიძლიათ რომ გადახტება აი ჯამპ ლიდერი, მე გამოეყოთ რა თქმა უნდა და ცალკე გაფრინდეთ. ან sis დავაწვევით, აი ხედავთ ალბათ pass leadership, ანუ იმას გადავცეთ ჯამპ ლიდერობა. ნუ მოდი ჩვენით გადავხდეთ სადღაც ცოტა უკან რო გვაცადონ ასე ვთქვათ გალუთვა. ან შეგვიძლია აქაც გადავხდეთ პრინციპში მეგობრებო, მაგრამ აქ ძალიან აი როგორც ხედავთ სკუადები ხტებიან, აი რასაც ჩემიანი გადახტა თუ დაინახეთ. აი მწვანე ჩემიანი არის, მოდი მეც გადავხტები მაშინ, რადგან ჩემიანი გადახტა. უჩემოთ, ლიდერს არ დაუჯერა. What the fuck? რატო არ დაუჯერე ლიდერს, ბიჭო? სადაც მიდის შევყვეთ მეგობრებო. ან უბრალოდ შევიდეთ აი ამ სახში. აი დავიწყოთ. აი ლუთი ავიღოთ. პირველი ლუთი. ხუთიანზე გაქვთ მეგობრებო, პირდაპირ აი დაწევა კიდევაც armor plate-ის ჩადება, აი ხუთიანს დააწვევით, აი ქვემოთაც შანს თუ დააკვირდებით, აუცილებლად მიუზუმავ და გაჩვენებ სადაც არის armor-ები, სადაც გიჩანთ და სადაც გიტანთ თქვენი HP, სადაც ჩანს ასე ვთქვათ. აქეთ უკვე მეგობრებო უშუალოდ იარაღები არის, ორიანზე გვაქვს პისტოლეტი და ერთიანზე გქონდა პისტოლეტი უბრალოდ და ეხა უკვე ავიღეთ LMG და ავიღეთ SMG. Let's go. ეს აი შავი ყუთები მეგობრებო, უბრალოდ არის შეულებრივი რანდომი იარაღების ყუთები. აქედან რანდომი იარაღები ამოდის, მაგრამ თუ შეამჩნევთ წითელს, ანუ სტაფილოსფერი ყუთი არის კლასი. ანუ ეს ნიშნავს, რომ ზუსტად იმ კლასს რა იარაღის proficiency აქვს, ის იარაღი ამოვა უეჭველად. ანუ ამ შემთხვევაში SMG ამოვიდო და ჩემთვის ყვითელი ბოქსი რომ მე დამენახა. ესეც რანდომ ბოქსია, როგორც ხედავთ. გრენეიდებსაც შეეხება მეგობრებო, კონკრეტულად ერთი გრენეიდი შეგიძლია აიღოთ. მოდი აქ დავიმალოთ მეგობრებო და უცებ აგიხსნით ჩანთას. ანუ ტაპში შევდივართ ჩანთით და პირველი მეორე იარაღი ჩანს აქ ჩვეულებრივად. აქ armor-ი არის, აქ გახლავთ strike package-ები, რაც იძლევა უკვე quest-ები მეგობრებო და ჩვეულებრივად quest-ები შეგიძლიათ ეგ აიღოთ, ასე ვთქვათ. air strike-ები და მაგაზე მაქვს საუბარი. აქ უკვე gadget 1, gadget 2 არის. მესი 4 მაქვს ამ შემთხვევაში და grenade-ი მაქვს, დიახ. grenade-ები ცალკეა. ჩვენი gadget-ები რასაც შეეხება, უშუალოდ ჩვენი კლასის რო გითხარით, არის X-ი და არის 4-იანი მეგობრებო. აი X-ი გახლავთ ეს. ეგ რა გითხარით, რეფერტული რის გამოც არის ძალიან ძლიერი საკმაოდ ასაუტი და 4-იანი გახლავთ უკვე ძალიან დიდი launcher-ი, რაც ტანკს გაანადგურებს ძალიან მარტივად, დიახ. ჩვენიანი მე მგონი ომშია, ბრძოლაშია, მარტო იბრძვის და ჩვენ ეგ მივატოვეთ, ეგ არ გვაწყობს. Let's go, წავიდეთ, დავეხმაროთ. მაპატია ჩემო მეგობარო, მაგრამ სამწუხაროდ ვიდეოს სხერფლი აღმოჩნდი, ვერ გეხმარები ფიზიკურად, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა სახსნა. აი ყურეთ, new missions თან გეუბნება რომ ახალი მისია გაგეხსნა. ამ დროს maps ხსნით ჩვეულებრივად და შეგიძლიათ space-ით, ან იგივე კლიკით მისია დაიწყოთ. რაც მეტ მისიას აი გამოჩნდა კიდევაც რა არის მისიები მეგობრებო, ორი რაღაც უნდა უბრალოდ ავიღოთ. რაც მისიას, ნუ დეკრიპტი უნდა გავუკეთოთ მე, კი ბატონო. აი ხა ვეცდები რომ მისია გავაკეთოთ ან მისია გვაძლევს XP-ს მეგობრებო, რაც უკვე გვაძლევს უშუალოდ აი უყურეთ ტაპში რო შეხვალთ, აი ეს გახსოვთ ტრეინინგი რო გითხარით. აი აქ გემატებათ რეალურად ეს ტრეინინგი, რაც საბოლოო ჯამში გიმატებთ იმ პასიურ თვისებებს, რაც აქვს კლასებს. აი ხლა მისიას რო შევასრულებთ ჩვენ, თუ შევასრულებთ უბრალოდ. ვეცდებით რომ შევასრულოთ ყოველ შემთხვევაში. ჩვენ XP-ს მეც ავიღებ. ეხლა ნელა უნდა ვიყოთ, აი decrypting-ის არამკეთება, keep them slow გეუბნება, იმიტომ რომ თუ ირბენ აი დააკვირდით signal loss გვიწევს შუაში არ გვემატება. ეს ესეთი მისიაა კონკრეტულად, ამიტომ შევინარჩუნოთ ერთი ადგილი და დავაკვირდეთ ვინმე არ მოგვეპაროს აქ. ნუ maps რაც შეეხება ამასობაში ახსნე შევეცდები რომ აი ეს თვითონ აწერია redeploy tower-ი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეგობრებო, თუ თქვენიანები ამოიხოცებიან, შეგიძლიათ თუ გადარჩებით მიხვიდეთ redeploy tower-თან და უნდა დააკლიკოთ და უბრალოდ უნდა იდგეთ სანამ თქვენიანები არ გაცოცხლებიან. ცოტა ხანი უნდა დაახლოებით 15 წამი უნდა. რა თქმა უნდა ხმას გამოსცემს ეს და enemy მიცის რომ თქვენ ვიღაცას აცოცხლებთ და შეიძლება მოკლა. ანუ მარტივი თქვენიანის გაცოცხლება მარტივი არ არის. გარდა ამ გაცოცხლებისა, მეორე შანსი, second chance ქვია მეგობრებო. თქვენ რო კვდებით, მეორე შანსი პირდაპირ გაქვთ, ყველას აქვს მეორე შანსი. ერთი სიკვდილის შემდგომ რომ უბრალოდ გაცოცხლდეთ შეგიძლიათ. ოღონდ რაღაც დროის მერე იცოდეთ რომ ეგ შანსი აღარ გამოიყენება. დაახლოებით მე მგონი თუ არ ვწდები 40 პლეიერზე რო ჩამოდის, მე მგონი მაგ დროს იშება. ნუ გააჩნია სკვადებში სხვანაირად იქნება ეგ დიდი ალბათობით და თანით შეგიძლიათ ამის გაჭრა თუ დააფიქსირეთ ალბათ, კი ბატონო. ეგრეთ წოდებული სეტკების გაჭრა. ავიღოთ მეორე. აქ ჩესტი არის, ავიღოთ, კი ბატონო, უკვე 4 შილდი გვაქვს მეგობრებო. Let's fucking go. შოტგანემო არა არ გჭირდება. რაც შეეხება იარაღის upgrade-ებს, უშუალოდ in-game შეგიძლიათ იარაღები გააძლიეროთ და აი ნაცრისფერიდან გადაიყვანოთ. მწვანეზე მაგალითად, მწვანედან ლურჯიდან ეპიკზე. ეპიკზე ზევით upgrades თქვენით ვერ გააკეთებთ, თუ არ დადროპა უშუალოდ იარაღი მეგობრებო. Upgrade-ები კეთდება შემდეგნაირად. ესეთ ჩესტებში ამოდის კიტები უშუალოდ, აი მაგალითად assault rifle kit, ესე ქვია upgrade kit-ი. ტაპში რო შედიხართ თქვენს ინვენტარში, იქ აი ესე ხაზები ჩანს, ანუ აწერია რომელი იარაღს შეუძლია ასე ვთქვათ upgrade. ჩვენ quest-ი შევასრულეთ მეგობრებო და უკვე ხედავთ რომ აი აქ ჩამოვარდება დროპი. ველოდებით.
ავიღეთ ამ დროპს, რა თქმა უნდა. აი დაინახეთ air strike-ი რო იყო ალბათ. ეხა air strike-ი ავიღეთ და რაღაც პატარ-პატარა დროპები იყო, რაც გამოგვადგება აუცილებლად. თითქოს იყო air strike-ები, ეხა ამ quest-ის მიზანი მეგობრებო და ტყვიები. აი ეს არის კლასის, აი ესეთი ყუთი არის კლასის დაიმახსოვრეთ, ანუ ის იარაღი ამოვა, მან ის გაჯეტები ამოვა, რაც უშუალოდ თქვენი კლასის არის. აი ეს არის save-ი მეგობრებო, რასაც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ვსვით, ანუ ინჟინერი, ეს არის ზუსტად ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არის ძლიერი ინჟინერი. აი ნახავთ, XP მოგცა პირდაპირ кейსი და კარბინი მოგცა, რომელიც არის საკმაოდ გაძლიერებული. ლაზერიც უყენია და ძალიან კარგი სკოუპიც. აი მაპში ახალი მისია გვაქვს უკვე და როგორც დააკვირდებით vehicle key card. როცა ეს წერია, ეს ნიშნავს რომ უკვე ტანკის გამოყვანა შეგიძლიათ მეგობრებო. ამიტომ რა თქმა უნდა ამ მისიას ავიღებ და შევეცდები რომ შევასრულო. იქნებ ტანკიც ავიღო და გაჩვენოთ რა შეუძლია ტანკს. Let's go. და შანსი გვეძლევა რომ ტანკი ავიღოთ მეგობრებო. Let's fucking go. ჯერჯერობით ისე თამაშობ რომ არავინ არ შემხვდეს. ჩემიანი კიდე მოკლეს სამწუხაროდ. ეხლა უნდა დავჰაკოთ ეს სიგნალი. მოდი დავჰაკოთ. დროჭირდებაო ამის დაჰაკვას. Let's fucking go. არ ვიცი ეხა აქ ძალიან გახსნილზე ვარ რატომღაც. ისე მოძრაობ, ვთქვით რომ არავინ არ შემხვდეს, უბრალოდ აგიხსნათ რა ხდება in game. ნუ ზონას როგორც ხედავთ, ჩვეულებრივი პრინციპი არის უკვე დაიძრა ზონა და ზონა ჩანს მაპზე. იგივე პრინციპია აბსოლუტურად, რაც ვარ ზონაში და რაც საერთოდ ზოგადად Battle Royale-ებში. ველოდები ჩვენს airdrops, საიდანაც key card-ი აი აქ ავიღებთ მაგ key cards, მეგობრებო, დააკვირდით. დიახ, ავიღეთ ჩვენ ეს key. ავიღეთ ჩვენ ეს key. და ჩვენ უკვე მივდივართ უშუალოდ ტანკის გამოსაყვანად. როგორც ხედავთ, აქ გამოჩნდა. ჩემიანის გასაცხლება მინდოდა მეგობრებო, მაგრამ გავიდა ჩემიანი ალბათ მიხვდა რომ არ მეხმარება ეს ვინ არისო და გავიდა დამტოვა. აი აქ მივდივართ, ვდგებით open containers, ვაწვევით და კონტეინერიდან გამოსვლას რა თქმა უნდა დრო ჭირდება ტანკისას. მოდი დავიმაროთ აქ დაველოდოთ სანამ ტანკი გამოვა. ეს დავაყენე უბრალოდ missile intercept სისტემი არის მეგობრებო. აქ უბრალოდ დავაყენე რომ იცოდეთ ეს არის მუშაობს მხოლოდ პროჯექტაილებზე, თუ რამე პროჯექტაილი წამოვა თქვენს წინააღმდეგ, ან გრანატა ყორცნიან ასე შემდეგ, შეგიძლიათ მაგით თავი დაიცოთ, ეგ იცავს. მეგობრებო, ჩვენ ტანკი გამოვიყვანეთ და მივდივართ. დიახ, როგორც ხედავთ, ტანკი. ერთი პრობლემა ის არის, რომ ზონა მოგზდევს, მაგრამ ზონა შორს არის და მოვასწრებ შესვლას, რადგან აქვე არის უკვე save zone-ი ჩვეულებრივად. შევდივართ. ნახოთ. მარტო ვარ დარჩენილი 35 უკვე 34 კაცში, არა 35-ში ისევ გააცოცხლეს ვიღაც. Let's fucking go. სიმართლე გითხრათ და არ დაგიმალავთ. ამ ორი დღის განმავლობაში ტანკი პირველად ყავს გამოყვანილი, არ გამომიყვანია ჯერ. ამიტომ არ დაგავიწყეთ. მისიები აუცილებლად ასრულეთ მეგობრებო. ამასაც აგიხსნით, მაგრამ ვიღაცამ გვესროლა. What the fuck? ვიღაცამ გვესროლა. აი ზევით არის. შემოგვიდი როგორც დავინახე. მოდი საერთოდ ჩამოუგდოთ ეს. დაუნგრიოთ თლიანად ეს სახლი. ჩამოუნგრიოთ. როგორც ხედავთ, აქ distraction-ი არის ჩვეულებრივად მუშაობს, მეგობრებო, რაც ძალიან დიდი პლუსი არის Battlefield-ის, რომ შეგვიძლია სახლების დანგრევა. და ყველაზე მთავარი დიდი პლუსი ინჟინერისა. ეხლა ჩვენ ტანკი დაგვიზიანდა და უკვე ფეთქდება, როგორც ჩანს. ამიტომ შეგვიძლია უბრალოდ გადმოვიდეთ ტანკიდან, მეგობრებო, და სანამ აფეთქდება ეს დავარეფიაროთ, მაგრამ მე მგონი უკვე აფეთქდა. არ აფეთქებულა ჯერ. ვარეფიარებ, როგორც ხედავთ. ავარაუდოთ აქ ხა მომკლავენ მე, მაგრამ არა უშავს. ამას უბრალოდ გაჩვენებთ, რომ წარმოადგენა კონდეთ. აი წინ custom weapon drop-ი ხო ხედავთ? ხო დაინახეთ ეგ. custom weapon drop-ი რო არის. ეხლა ვიღაცა მესვრის მე. ვეცდები გავექცე, მაგრამ მომძლევს. დიდი ალბათობით დამიჭერენ. აი დავიმალოთ, მოდი ვიფაითოთ ცოტა ფაითის წარმოადგენაც რო გქონდეთ. ხო, უბრალოდ ეს custom weapon drop-ი, აი რო დაგანახოთ, ეს არის ჩათვალეთ ამ თამაში მეგობრებო loadout, რომელიც გაძლევთ თქვენს ერთ კონკრეტულ favorite-ს. თუ მეორე favorite-იც გინდათ აიღოთ, მაშინ მეორე custom weapon drop-ზე უნდა მიხვიდეთ. ჯერჯერობით ამ თამაში მხოლოდ ეს არის, ასე ვთქვათ, loadout drop-ი. ჯერჯერობით. რას დაამატებენ, არ ვიცით? Oh, what the fuck, bro? ვერ დავინახე ტანკი. მოკლეს. Okay, ну, მაქსიმალურად შევეცადე რომ თქვენთვის მეჩვენებინა, ასე ვთქვათ. მე კმაყოფილი ვარ იმით, რომ უბრალოდ გაჩვენეთ, შეგახედეთ. Oh, ზევიდან. აუ, გვერდიდანაც ყველა მხრიდან მესვრიან. What the fuck, bro? აქ დრები ვართ ჩვენ. ერთი დავიჭირეთ, დავაგდეთ. შემდეგი. შენ. Oh my god, come on! მოკლედ მეგობრებო, დღეისთვის მე მგონი საკმარისი არის, საკმარისი ვითამაშე.
ისეთი კონკრეტული მაგარი მომენტი ვერ შევქმენი, რომ ვიდეოში მეჩვენებია თქვენთვის, იმიტომ რომ ახალი თამაში არის, მე თვითონაც აღქმაში ვარ, ჯერ ასე ვთქვათ, აღქმის პერიოდში ვარ. ჯერ კარგად არ მაქვს შესწავლილი ყველაფერი თავისთავად. რაც შემეძლო ყველაფერი გითხარით, მარტივი გაიდი რაც არის უბრალოდ, რაც ამ ვიდეოს თავარი შინაარსი უნდა ყოფილიყო. ეს ვიდეო უფრო განკუთვნილი იქნება, რა თქმა უნდა, დაწყებთათვის, ასე ვთქვათ, რომ მარტივად აღიქვან ეს თამაში. ნუ ვინც არიან Battle Royale-ის ხშირი პლეიერები და ვეტერანები მეგობრებო, იმათ შეიძლება რაღაცაში უბრალოდ გამოადგეთ და წაადგეთ დასაწყისისთვის, რომ სწრაფი ინფორმაცია აიღონ, თორემ მათთვის ეს ალბათ დიდი არაფერის მომცემი ვიდეო არ იქნება. დამწყებთათვის იქნება. ასე რომ წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო, შედით, სადეთ, ძალიან მაგარია. ყოველ შემთხვევაში დასაწყისისთვის საკმაოდ კარგია ჩემთვის პირადად და ვიცი რომ გამოხმაურებასაც არ აუშავს. ნუ ცოტა Steam-ზე უჭირს ჯერჯერობით რივიუებს, მაგრამ მაგას თავისი მიზეზებიც აქვს მეგობრებო, დამიჯერეთ. მადლობა ყურადღებისთვის. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ უკვე 100 გამომწერს უახლოვდებით. ახლოს ვართ უკვე პირველ 100 გამომწერთან, რაც ძალიან მიხარია. არ დაგავიწყდეს გამოწერა, თუ მოგწონთ რა თქმა უნდა, ვიდეოს დალაიქება და კომენტარის დაწერა რაც თავარია. რა გაინტერესებთ, რა იყოს შემდეგი. მითხარით, აუცილებლად დაგეხმარებით და აუცილებლად დაგირგებით გვერდში. გემშვიდობებათ თქვენი ერთგული პროფესორი. დროებით.